ცხოვრებას ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით გამაზავ, თუ გადაწყვეტილებებს მიიღებ იმაზე დაყრდნობით, თუ რას ფიქრებენ შენზე სხვები. მიუხედავად იმისა, რომ ამას საკუთარ თავთანაც კი არასდროს არ ვაღიარებდი, წლების განმავლობაში, ალბათ 10-15 წლის განმავლობაში, ჩემი უმთავრესი შინაგანი მოტივატორი იყო ის, თუ როგორი გამოჩნდებოდი სხვების თვალში. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებებიც, რა თქმა უნდა, ძალიან არასტაბილური იყო, იმიტომ რომ ზოგადად გარემოს სულ სხვადასხვა რაღაცა უნდა ჩვენგან და რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენი აზრი არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იცხოვრო შენი ცხოვრება. ამას ჩემ შემთხვევაში ემატებოდა პერფექციონიზმიც, ანუ ის არ იყო მხოლოდ ჩემთვის საკმარისი, რომ იმაზე მეფიქრა, სხვის თვალში როგორ გამოჩნდებოდი, არა, ანუ მინდოდა რომ ყველაზე კარგი და ყველაზე საუკეთესო გამოჩენილიყავი ყოველთვის სხვის თვალში. და საერთოდ მაგარი წამგებიანი სტრატეგია არის ეს, იმიტომ რომ ყველაზე კარგი ესეთი რაღაცა არ არსებობს ბუნებაში. ყველაზე კარგის კონცეფცია არის უბრალოდ ტვინის მიერ შექმნილი რაღაცა აბსტრაქტული კონსტრუქცია. ბუნებრივია, რომ ამ ყველაფერმა ძალიან ცუდი შედეგები გამოიღო ჩემს ცხოვრებაზე და ძალიან ბევრი დრო დამაკარგვინა იმის კეთებაში, რაც რეალურად არ მინდოდა და ანუ ყველაზე სიგიჟე ის არის, რომ ტვინი ძალიან ოსტატურად ფუთავს ამ ყველაფერს და ისე მაწვდიდა და ისე გვაწვდის ხოლმე ზოგადად, რომ თითქოს ეს ზუსტად ის არის, რაც ჩვენ გვინდა და ზუსტად ამის გამო ადამიანების უმეტესობა საერთოდ ისე ცხოვრობენ, რომ ვერც კი ხედავენ ამ კონსტრუქციას და სიმართლე გითხრათ, ვერც დავადანაშაულებ, იმიტომ რომ ძალიან რთულია მართლა ამისი დანახვა და ახლაც კი დარწმუნებული ვარ, უამრავი ისეთი კონსტრუქცია არის ჩემ ტვინში, რომელიც მართავს და ვერც კი ხვდები რეალურად. იმდენად ღრმად იყო ეს ყველაფერი ჩაშენებული ჩემს გონებაში, რომ დღემდე მიწევს ამასთან ჭიდილი, ანუ არ იფიქროთ, რომ ერთხელ მიხვდები და ვშოვ, ანუ განიკურნე და ეგ არის. მაგალითად, სოციალურ მედიას ვუტრიალებდი ძალიან დიდი ხანი და სულ მქონდა რაღაცა იდეები, რაზეც მინდოდა საუბარი, მაგრამ აი სულ ეს აზრები მომდიოდა, რომ აი იმის თვალში როგორ გამოჩნდები, აბა ეხლა რაღაც ისულელე რო თქვა, მაგრამ როგორც კი მეტაკოგნიციის დახმარებით ეს მექანიზმი ამოვიცანი, მადლობა მეტაკოგნიცია, დიდი მადლობა. სპეციალურად ჩავიგდე თავი დისკომფორტში, ანუ დავიწყე კონტენტის გადაღება. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ ანუ საერთოდ არ იყო იდეალური და არც ახლა არ არის, ჯერჯერობით. See, this is what I'm talking about. მოკლედ მივხვდი, რომ არანაირად არ ვარ ის ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებას გაფლანგავდა იმის დევნაში, რომ სხვის თვალში კარგად გამოჩნდეს და არჩენ არ უნდა იყო ეგ ადამიანი და საერთოდ არავინ არ უნდა იყოს ეგ ადამიანი. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ რეალურად არავინ არ ფიქრობს შენზე. ანუ შენ ხარ ის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეც ფიქრობს შენზე. არიან ადამიანები, რომლისგანაც მარტო იმითი განსხვავდები, რომ ძალიან ბევრს ფიქრობ იმაზე, თუ სხვები რას ფიქრობენ შენზე. და ეს ადამიანები, ანუ არც შენზე ჭკვიანები არ არიან, არც შენზე ლამაზები არ არიან, არც შენზე განათლებულები არ არიან. უბრალოდ ესმით, რომ ერთადერთი რელევანტური აზრი მათზე არის თავიანთი, საკუთარი. და ეს ცოდნა იძლევა ზუსტად იმ შესანიშნავ თვისებას, რომ შენი მიზნები, ოცნებები და მისწრაფებები რეალობად აქციო.